სიყვარულით სამუდამო თორბულს თუ შეაერთე ცხოვრებაში პრობლემების დავიწყებით გაერთეთ არ გამოვჩეთ ლიგანიკა დაივიწყეთ პოლიტიკა ნიკუშა გაიღვიძე ნიკუშა გაიღვიძე აიცა რა გაიღვიძე მთელ კორპუსში აუ გეხოცები გაიღვიძე რა ნუ გძინავს ამდენი ხანი არ შეიძლება ნიკუშა ნიკუშა შენ იცი რა თქვენ ბრიტანელმა მეცნიერებმა დილიძილზე მე რა თქვენს რაო და დილიძილი ორგანიზმისთვის ძალიან კარგიაო ასე რომ მე ბრიტანელების სიტყვას ვერ გავტეხ ძალიან კარგად იცი ჩემს ორგანიზმზე რა სიტყვი ერთი რა ჩემ ნერვულ სისტემაზე რას ვიტყვი ჩემო ძვირფასო და თქვენი ნერვიული სისტემის მდგომარეობიდან გამოყვანამდე დარჩა 2-3 წუთი. შესაბამისად მე წუთს ნახევარში წამოხტები ფეხზე, რათა თქვენი და ჩვენი დილა მშვიდობიდან დაიწყოს, ოპოთ ვაცანი. ოჩახ ნიკუშა. გინდა ეხა გამოგაფხიზლო ეგრევე? როგორ არ მამა ჯიმი ჩამოფრინდა დღეს მოდი სტუმრად. მითხარი რომ ხუმრობ. არა, არ ხუმრობ. აუ ძალიან ნერვიულა. შენ რატო ნერვიულ? ნანახი არ ყავხარ ნიკუშა. მე რა? მე თვალი მაქვს შეზე შეჩვეული და შენი პირველად ნახვა ძალიან რთულია. ეს ნახე რა ტოჟემნე რა ბრედ პიტონა. კაი, ნუ გაბრაზდები ნიკუშა, ჯიმი ბოიჟეჯუნა გიგუჭები. თან საშაც მოყავს. შივაძესაც იცნობს მამა შენი? ნიკუშა, არა, მესხს. რა მაგარია მესლა თუ იცნობს გავგიჟდებით რა მაგარი კაცია მამა შენი. ცოლი რომ მოიყვანა ეხლა. მერე? ცოლი რა, შვილი. ხო და ეგ მოყავს. ხო და ჭკვიანი კაცია მამა შენი. ახალგაზრდა გოგო უნდა მოიყვანო, ჩვენსავით ხრონცი კი არა. ნიკუშა, მოგხვდება ეხლა. მომხდება და იცი რაც მოგივა. რა მომივა, ხელს შენ მიბრუნებ? შენ გოგო მე მგონი დაგავიწყდა რომ კიუკუშინ კაიზე დავდიოდი არა კი არ შემოგიბრუნებ. ამოგიბრუნებ და ვაიმედე და არ შემიძლია. მერე გაგშორდები. მე თუ მეტეს მაშინ დღეიდან ვიწყებთ ვარჯიშს. 1-2 ვაიმე. მოდი დაწეხ ისე ივარჯიშის. აბა გააკეთე და მე დამიძახე რა. არ დაიძინე. არ ვიცინე მეთქი რა. ნიკუშა. არ დაიძინე. არ დაიძინო ნიკუშა. ნიკუშა არ დაიძინო. ნიკუშა, მამა ჩემი მოდი სტუმრად. ნიკუშა. ნიკუშა. ზარია ნიკა. არა, ნუ გზარია. რა ვერ გავიგე, ცი მთელი ცხოვრება პირდაპირ შემოდის ეს კაცი და ამ ზარის ღილაკს რატო აჭერ ხელს ვერ ხვდები რა ძმა. ალბათ ისე დროს არ უნდა შემოვიდეს უხერხულ მომენტში. ხედავისა. რა ის კაცი გაქცევებია. არ მოგეწონა. არ მომეწონა, გაქცევებული ხარ, მეგი არა. იმას არ მოეწონება. და საერთოდ რა გასწრებს ამ მაიმუნობას. ღვინო მინდა. სტუმრები მყავს. აჰა. ხედავ რა ტექნიკურად გადავიდა სხვა საკითხზე, ა? გიჟდები პირდაპირ ხალხზე, გიჟდები. აიღო, მასეს ხა გითხარით, ბაჩუკე ხوار მithავს, კაცო ვერ გავიგე. დაგიბრუნებ რა ღვინო რომ აქ იმდენი ჯავრი მომწანა და. რამიდან უგზარ კითხო. აზრი აქვს ეხლა იმის თქმას, როდის დამიბრუნებ მეთქი თუ პირდაპირ ჩავწერო რვეულში. თველზე ჩაგასესხებ, მე პირადი. რამდენი დარჩა თვლამდე? 9. რა ვაკეთო 9 თვემე? ხო. 9 თვე რა შეიძლება ხო ვაკეთო? აჰა. ბავშვს გააკეთე 9 თვე. შენ საქმეს მიხედე შენ, სტუმრები არ დაგჭეს ისე. აუ გეხვეწები სანამ არ დაგაწურინებს ამ ღვინოს არ მოგეშვება, ხო იცი, მიეცი. გოგო, რა მივცე გამაგები? ღვინო. რა ღვინო, მამა შენი რო გვესტუმრება, უკანის წყალი დავალებინო? რა მერე ვითომ რა უკანის წყალს აცვა. ხა, 10 ლიტრი მეყოფა, მოკლედ შემოგარგო. მაქსიმუმ 20. 10 ლიტრი შენთვის თუ სტუმრებიანად გეყოფა? რა. მე მასწავლე ხა ამის ხასიათს? 10 ლიტრი უნდა, 10 ლიტრს კი მოტეხავს თავისთვის და სხვა შემთხვევისთვის დარჩეს. კაი, რა გჭირს. კარგი ჯანდაბას. ჯანდაბას. მასე, კაცო. მოგცე მე შენ ღვინოს. ახლავე დავბრუნდები. მასე არ ჯობია რა ცა. აჰა. შენ რო ასეთი კმარი არ ყავდეს, ნიკა. რამესველება მე. თორე შენ რაღაცას მოძებნიდი კაცო.
აბატონო, ესეც შენი. შენს შემოგევლე, შენ გენაცვალე მე შენ. მაგრამ იცოდე, 5 ლიტრზე მეც ვერ გაგატან. რა გინდა, ხა თავი გინდა, მომჭრა ვერ გავიგე. სტუმრებთან ღუპა ვერ გავიგე, რა გინდა? რა გინდა, რას მეკაებები? წამო, ჩამოგისხა, მოდი. ნიკა, რო გახვალ კარი გაიკეტე, არ შემოbrunდეს. აჰა. რას აკეთებს ნიკუშა? გაზეთს ვკითხულობ. მე უკუღმა რატო გიჭირავს? აი ეთი კაცი რა. იხუმრა ხამა. რას წერენ გაზეთში ნიკუშ? არ არის შენი საქმე. შენი საქმე ხო არის კროსვორდების შევსება და ბრძნული აზრები და კიდე გასაფერადებლები. საერთოდ ეს გასაფერადებლები ძალიან მიყვარს მე. ვაი, რა გეშველება. გაჩერდი ხა თორე მივწერ რედაქციაში წერილს რომ მავიწროვებთ ოჯახში ყველანი. პირდაპირ სასამართლოში მიბრძანდი და სარჩელი შეიტანე. მომჩევანი კაცი ვარ ეხლა ლინკუნა მე. არ გცხვენია გოგო. აი მე. ადექი და დროზე ჩადი. მაღაზიაში რაღაცები იყიდე მოვლენ უკვე. ფულს ვინ მომცემს? ამერიკა მოგცემს ფულს. რო დამაკდეს ძალიან შორს არა დაელოდება მაგათ, აი მე რა უნდა დაგაკლდეს? ფული დახარჯე? არა, მივაფშვნიტე. სულ მქონდა 35 ლარი. ხო. 20 ლარი დაუბრუნეთ ამუნას? არ მართმევდა, მაგრამ ძალით ჩაუკუჭე ჯიბეში. მიაფშვნიტე. კი ბატონო. 2 კილო ხორცი ხო ვიყიდე? არა, არ გინდა ფული ყასაბა, მაგრამ ძალით ჩაუკუჭე ჯიბეში. აჰა, მიაფშვნიტე. დიახ, დამჭა 5 ლარი. გადავიხადე ლიფტის ფული ერთი თვის წინაცარ და საპატიო საცემოთ მაკატავა წინ და უკან ერთი საათი. აი, ხო, ოღონდ შენ დახარჯვაზე გალაპარაკა, მეტი არაფერი არ გინდა. ადექი და დაგაწერინებ რაც უნდა მოიტანო. წამოდი ახლა. მიდი მოვდივარ. ნიკუშა. გეხოწები ფურცელზე ჩაიწერე რა. თორე მე მოლარის ნომრიდან უნდა მირეკო, იმიტომ რომ სულ გავიწყდება რა წამოიღო და სირცხვილია. ძალიან თქო მითხარი რა, არ დამავიწყდება. გავიწყდება, მარტო ალკოჰოლურები არ გავიწყდება და ჰაჰა წვენები. მიდი. დავაი. კვერცხი. რა გვინდა კაცო, მამაშენი ხო მოდის? ნიკა მოგხვდება ეხა. კარგი, გეხუნე, დავაი, ესე იგი თქვილი გვინდა. გვინდა. შაქარი გვინდა. ერთი წუთი, თქვილი და შაქარი რა გვინდა? ნამცხვარი რო გამოვაცხო. ვაიმე. ბისკვიტები. რა კარგია ნამცხვარი. აი ხშირად უნდა იაროს მამაშენმა, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გვინდა ნამცხვარი, შესაბამისად არ გვინდა მამაშენი. ქათამი. ვაშლი. ზეთი. სოკო. ამდენი ფული არა მაქვს. კაი, მაშინ ქათამი, ვაშლი, ზეთი და სოკოზე ტყეში აცუნცულდი. აი რა მაგრა ხუმრობ, აი გააცნე და მოიგეშვი და წაგიყვანე რა. მაი. მიდი ახლა შენ დროზე ჩადი მაღაზიაში, თორე მამა ჩემი რომ მოვა ის გაგაცუნცულებს ნიკუშა. თქვენ მოიგეთ 50 ლარი. დარარარამ პარარამ მოკლედ წავედი რა. წადი და დროზე მოდი. ცოტა დამაგვიანდება. რატო დაგაგვიანდება? უღრანი ტყე იცის ჩვენთან რა. რა გაიგიცვას. მოიცა ჩუსტებით მიდი ხარ უღრან ტყეში კაცო. გიჟია ეს კაცი. ხო, გოგო ძალიან ნერვიულობ. რას ნერვიულობ? ნიკაზე ნერვიულობ, რაღაც სისულელები არ წამოროშოს, ნამდვილად ნახავენ ესე. მოვიდა ნიკაც. და მოგიკითხა. არავინ არ მომიკითხავს მე რა. ამანაც მოგიკითხა. ვინ არის ვინ? თეიკო თუა მომიკითხე მაშინ. მთელი ოჯახით დედამისი გასაკუთრებით. ხო, წავედი და მე დაგირეკავ საღამოს, კაი? კაი, ხო, მიდი. კაი, კოცნი. წამოიღე ყველაფერი? გაიღო. სოკო დამოვიწყდა. სოკო არც მინდოდა. ოდიში? ნიკა, რაღაცებს რო გაბარებ, ბოლოს სულ გავიწყდება. ხო და მეც ვცდილობ ერთით ზედმეტი დაგაბარო ხოლმე. თქვენ სინაშე იყო ნიჭიერის ფინალისტი ლიკა. ყველაფერი მოიტანე, ხო? რაც თავარია მამაშენს ლუდი წამოუღე. ვაიმე, მამა ჩემს ლუდი არ უყვარს, ნიკა. მე ამის დამლევი არა ვარ, ეხლა იცოდე, თავიდანვე გეუბნები. შენ არ ინერვიულა? გაჭირვებულებს დავრიგოთ ნიკა, ლუდი. ჩემი ჭკვიანი გოგო. აბა რა, წავალე ხავ, ნახავ ვინმე გაჭირვებულს.
შენი ძმაკაცები არ მიგულისხმია სხვათა შორის. ჩაწყი პარკი. ვიცი რომ არ გიგულისხმია. მაგრამ ეხა რო დალევენ მე ვეტყვი ბიჭებს კაცო ფხიზელზე გაუტყდებათ რა წესია გამიღებათ სივარი. მიდი. აჰა. აი ასე. ბიჭური თივი წავშალია ეს კაცი. ნიკა. აა რაქნა ოსასუნამ წამოვიდა ორიანი? შენ ეკაიფე ის რო ყავს ის თეიკო თუ ვიღაცა რა. აი თეიკო რა შუაშია? აბა რა შუაშია ის დაწყალი ოსაცუნა რა შუაშია მიწა. იუნე. შენი მთავარი პრობლემაც ეგ არის რომ ოსასუნაზე თეიკოს ვერ არჩევ. კაი რა გიყოფა რა. კაცო შენის მითხარი ეს როგორ და დეჩემი რეკავს. მე უთხარი მისი გამოგზავნილი $200 $1000 რო იგებდი. პენალტი რო არ გაეტანა მესის და დედა გამარჯობა დედა. დედა ვერ ხედავ დედა. ცირა მე ვერ ხედავ. მისა ვერ ხედავ დედა მეც. მე დედა. საბერძნეთში უნდა ჩახვიდე ნიკა. ეგოგო დამეხმარე რა გჭირს რა. მე ხო ხედავ დედა. აბა როგორ ხართ დედი? რა ვიცი დედა ვარ დაგინახე. ნენელა გავერკვი ამ ლეპტოპშიც ხო იცი? დიდად დაგინახე დედა. ნიკუშა. ხო. ლიკა მანდა? მისა არა დედა იმაში მაღაზიაში ჩავიდა. ხო. რასაშვებით როგორ ხართ? საჭმელს გიკეთებს? ხომ გივლის ნორმალურად? რას ქვია მივლის კაცო თან არის გადაყოლილი. საჭმელსაც მიკეთებს დედა კარგს. დედი. ხო. ჩემზე გებრიელად აკეთებს? კი დედა, აი მოვისმინე კარგად აკეთებს დედა. საერთოდ კარგად აკეთებს და ორივეს კარგი ხელი გაქვს, არც ეც რო არ გეწყინოთ დედა. ნიკუშა. ხო დედა. ფული გააქვთ დედა? კი, რამდენი გინდა დედა? შედა გითხარი. $200 თუ გექნებოდა ზედმეტად, რა ვიცი. მერე $200 გეყოფათ დედა? რა ვიცი, თავიდან გვეყოფა და მერე კიდე ხო შემოხვა Skype-ში დედა. დედა შემოვა. ხვალ გამოგიგზავნი დედა. დღეს აქ ბანკები არ მუშაობენ. ამ ბანკებმა გადამრიეს მეც. აბა წავედი ახლა მე ჩქარება. ჭკუით იყავი ნიკუშა. ჭკუით. კი დედა, კი. კოცნი დედა, კარგად. კოცნი. აკმოცეო დედა ჩემო. ტუჩებშიო. იქამდე არაფერი ვთქვამს ხო? ხო იცი რომ შენზე ძალიან იშვიათად საუბრობთ ხოლმე. აჰა, თუ საუბრობთ, სულ კარგებს ამბობთ. კაი რა. ვაი. $200 გვაქვს. ესე იგი. Manchester. კაი რა საცივი ხო აქ თხოვე, ერთი ჩიკა წყალი გთხოვე რა, მომიტანე. მომაკ. იცი შენ სასწაულების თუ გჯერა. რატო? აბა სად არიან აქამდე კაცო რო არ მოდიან, ჰა? რა ვიცი, მანქანა ხო არ გაუფუჭდათ. აი. ვერ ეღირსა, ეგ მანქანა კარგ პატრონს რომ ნორმალურ მდგომარეობაში იყოს. აი მე ნიკა, მორჩი რა ლაპარაკს, მამაჩემს მაინც არ ესმის. იმუშავე ბატონო და იყიდი ხელფასით მანქანას. კაი კაცო, ერთი რომ დაიწყეთ ხოლმე, სად ვიმუშაო, სად? მე ეზავეთ რომ იმუშაო. კი ბატონო. მაგრამ არა. აღარავინ აღარ მიგიღებს მან. რა დავიტო? მე შენ თვითონ არ დაწერე განცხადება წამოსვლაზე? ხან დამიგრიეს ბიჭო. ხო იქნებოდა ახლა საათივით აწყობილი ყველაფერი. ფუი. ნიკა. გეხვეწები გაიხსენე რამე ხო არ გვავიწყდება. იცი რას გეტყვი? კარგი იქნება რო შემოვა, მამა შენი 1-2 კურცხალით სემლი თუ გადმოვივა თვალებიდან და აი ყველაფერი იქნება კარგად. ვალებს გაგახსენებ და გადმოგივა. არ გინდა რა კარგი რა ისედაც ცუდ ხასიათზე ვარ და მაგით უფრო უარეს ხასიათზე მაყენებ რა. მე რატო ხარ ცუდ ხასიათზე ნიკუშა? რატო ვარ და რატო? ბაირმა გამისხა $200 ვიგებ. აბა 400? რომ მომეგო ეხლა $200. ო. შენ ისეთი კარგი გოგო ხარ გაგიხარდებოდა და ერთ $200 ზემოდან ხო დამიმატები? კი. ხო და აი $400-ზე გელაპარაკებოდი ზუსტად.
ვაი, შენს პატრონს. შენს კი არა, ჩემ პატრონს შენ რო ჩაგაბარა. ხერთი მამა შენი არ მოდიოდეს რა. ნიკა, დარეკეს მოდიან, ჩქარა. აი, შენ არ ნერვიულო, სანგრები გათხრილია. ტანკი მოვა, მეზარბაზნიები მზად არიან. კაი, გეხოცები, მორჩი რა მაიმუნობას. მიდი დროზე ადექი მომეხმარე. მი ბატონო, რას მიბრძანებთ მადამბოა? ადე ხახვი დაჭერი. ხახვი არა ნიორი კიდე. შენ არ მითხარი ვალებს გაგახსენებო? გეხოცები, არ არის ახლა მაიმუნობის რო ადექი დროზე რასაც გეუბნები გააკეთე. რადე ხაში მოვლენ მითხარი? 10 წუთიო, მაგრამ 50 წუთი ვიგულისხმოთ. მამა შენი დროის შეგრძნებაში ჩემს ავით ყოფილა რასეთში. ვაიმე. მოვიდნენ. რა დროს ჩამოხრა უბედურების კაი, ზარ. მორჩი გეხოცები. მომამზადე. აი, მე არაფერი არ გიშველის, მაგრამ მინდა იცოდე, რომ რა ეს შემთხვევა. კიდევ დიდხანს მეყარებოდი ჩემო ძვირფასო. წავედი მე. მიდი, აბა შენიც მიდი. ვაღებ. მობრძანდით. სასიამოვნოა. სიძე ხომ? დიახ. ეს არის სიმპათიურია ოშუდო. მეც ეგრე ვიცოდი. რასახე კონდა ნახე. ეუცი თო რეპეტიციოდი. რომ არ გამოსწოდა ეს ამბავი ამას მოკლავდი. ესა ჯემისოლია საშა? ალექსანდრა. შეიძლება დედა დაგიძახო. მე შენ გაქრიშე. მარტი, დედა, წამოდი შენ, გაქრი კი არა, ჩაქრი. ჩაქრი. მიაშტერდი ხა, წამოდი დროზე. გაფიცებ სადიშოა ეს არა შამპანური ვიცი, ამ აბა შენიც ხა თავი არ ნიჭრა, წამოდი. წამოდი. მირთვით რა ძალიან გთხოვთ, აი ლიკუნას გაკეთებული ნაუცხვარია. ძალიან გემრიელი. ხო მართლა რა მინდოდა იცი მითქვა? ძალიან გვინდოდა რომ მალე ჩამოსულიყავით, უკაცრავად ჩამობრძანებულიყავით. აი როგორც სიტყვიან სულითა და გულით. ინეს ხარ ამეხوار უნდა მეთქვა. ბატონო. რა ფერი, მოგეწონათ კოტლეტი? მე დიდი ხანია გვინდა წამოსვლა, მაგრამ მოსკოვი ხომ მიცი, ჯერ პურის ქარხანაში რაღაც ცეცხლი გაჩნდა, მე ფეხუიას დისტრიბუციასთან რაღაც პრობლემები იყო. ну ничего. აცი ხშირად ვივლით ხომ? არა. აზო, რა პრობლემაა, როცა გნებავთ, მაშინ ჩამოვძანდით, საერთოდ არ არის პრობლემა. დაიწყო მუშაობა. დიახ. სა? ისა. სტაჟიორად, მამა. ახალი გახსნილი ფირმა, ესე სერიოზული არის. 100 რამდენი გაქვს? 600 ლარი აქვს. არა, მამა 300. ვაიმე, ჯერ არ დაგიწყია და უკვე დაგაკლეს საყვარელო. ეს გამაკრა რა. ვაიმე, საყვარელო უკვე გვიანია. მე მგონი დრო არის წავიდეთ, ესენიც დაღლილები იქნებიან. დაჩით კიდე ცოტა ხანი. ერთი წუთით ეხლა თუ ასე ჩქარობილი, რატომ უნდა შევაკავოთ ეს კარგი ადამიანები? მე გასაღებს მოვიტან ერთი წუთით ახლავე. უკაცრავად გოგონებო, უკაცრავად. ახლავე მამა, ახლავე. მე მგონი მთლად დალაგებული არ უნდა იყოს, მაგრამ კარგი ბიჭია. ცუდი ბიჭი არ ჭანს. დალაგებული რომელი ხარ გერდი ავსაღდი. ვერაფრით ვერ გავერკვიე მანქანის რომელია, ორი გასაღებია იქ და. კაი ნიკა, რა მიხვედრა უნდა? ეხა მანქანის გასაღები რომელია? არა შეიძლება მიხვედრა არ უნდა, მაგრამ მე რა ვიცი მანქანის გასაღები როგორია. ბატონო, არა, არ ვიცი მეთქი გასაღები მანქანის. როგორი გასაღები? ნიკა, მოდი ჩემთან. მოდი. ხო, რა ვიცი ხარ, ვიცი მე მანქანის გასაღები? არ ვიცი. მალხაჯიკო, საჭესთან მე ვждები. რატო ვითომ? თელი დღეა თქვენზე ხართ, ქალბატონო ალექსანდრა საჭესთან და რატო უნდა დაგზეთ ახლა საჭესთან თქვენ მე არ ვიცი? თვალებში როგორ მიყურებთ? მალხაშონია, არა გცხვენიათ? მაშინ ჯეირადი. უკაცრავად რა ბძანეთ? კარგი. აცი. კაი, მოდი. ჯეირანი. ეხლა ვინ ჯდება საჭესთან? ერთხელ ვერ მოვიგე, ერთხელ ვერ მოვიგე. კარგი.
აბა კარგად ძანდებოდეთ, ხშირად გამოგვიარეთ ხოლმე. ნახვამდის, კარგად. რა საკეთებ, ნიკა, ხო წავიდნენ? უნდა დავრწმუნდე, რომ ნამდვილად წავიდნენ. თქვი როგორი საღამო გამოგვივიდა? მაგარი, განსაკუთრებით ბოლო. ბოლო რა? აი რო წავიდნენ ის. აუ, ნიკა, კაი, გეხოცები მორჩი, რა მოშორდი მაგარს, გეხოცები. მაცალე რა. ნიკა, როგორი მამა მყავს აღიარე? მაგარი, განსაკუთრებით გლაზოკიდან. ჰე, გამოეხა, მოშორდი ამ კარს, კაცო. არ შეიძლება რომ ერთი ახალი ტელევიზორი ვიყიდოთ? რა თქინდა, ხო გვაქვს? გვაქვს, მაგრამ მე ვერაფერს ვერ უყურებ, კაცო. ყოველთვის ბოლოს ვიგებ რა ხდება ქვეყანაში. მე მითხარი და მოგიყვები ყველაფერს. კარგი, მომიყევით გასაათიანი კურიერი. კარგი. დღეს დაყაჩაღება მოხდა ალავრის მეტროსთან. დაზარალებული ორი ახალგაზრდა. ეჭვდანილობა მიმალმა მოასწრეს. ლეილა შეხედე ჩემს ორი კაცს როგორი მაიკაცია. რეკლამები არ გვინდა ვიყიდოთ ლეპტოპი და დავშვიდეთ ორივე რა. რა თქინდა ლეპტოპი, ნიკა? რომ ჩააბარო ლომბარდში და მე ტოტალიზატორში 2 ბილეთი გააკეთო, ხო და წააგო. არა, ინტერნეტში უნდა შევიდე. დამავიწყდა ეხა ინტერნეტითაც აკეთებ ბილეთი. მორჩა მეთქი რა აღარ თამაშობ. მოიცა, მართლა აღარ თამაშობ? თუ ეხა იმას თამაშობ, რო არ თამაშობ. გეუბნები, აღარ თამაშობ მეთქი, გეფიცები Manchester United-ს. რა ვქნა მეტი? ნიკა, მანჩესტერის დაფიცება ტყუილზე არ შეიძლება, არ იცი შენ? მე ფეხბურთელებს რო რამე მოუვიდეს, რა სიტყვა? გასავალ ბობო, ფეხბურთელებს რო დღეს რამე მოუვიდეთ, დავიღუპებ. ესე იგი დღეს გააკეთე ბილეთი? 2 ლარი არაფერია. 2 ლარი კი არა, 2 ბილეთი დავდე. მაგრამ თუ მოვიგეთ 2 ბილეთს დავამატებ და პირდაპირ ტაილანდში წაგიყვათ დასასვენებლად. აბა როგორ? ნიკა, შენი მოგებული მეჯერ არ მინახავს. ხო და თუ წააგე, 1 ბილეთი აიღე ნებისმიერი მიმართულებით. გასაგებია? ას კითხულობ? კანონებს ვკითხულობ, ნიკა. საკრებულო თუ არ გამოვაფხიზლეთ, ცოტა ისე არ შეიძლება. ვაიმე, ვინც ეს არასამთავრობოები მოიგონა, იმას შეუცვიდნენ მთელი არასამთავრობოების სახლში. შენ უნდა გამოაწერო გოგო ის საკრებულო. გაწედიდი და მაჩენიება? ლა კანონებია მომდაო რა წერია? ვერ გაიგებ შენ. როგორ თქვით ქალბატონო? ვერ გაიგებ. რატო ვერ გავიგებ თვითონ? ყველაფერი გახსოვს? რა თქმა უნდა ყველაფერი მახსოვს. დავიწყოთ? დაიწყე. კაი. მიდი. მარშრუტკა. სამარშრუტო ტაქსი. პლაცკა გუბცი. ბრტყელ ტუჩა. გულშიწელი? ხო თქვით რომ შენ არა ვარ ძნელებსო. ო, კაი. პოლის ჯოხი. იატაკის ცოცხი. იატაკის ჯოხი. ზდაროვა. რა ზდაროვა თუ? ხო, ზდაროვა. რა ზდაროვა რა ეგრე არ არის. როგორ არ არის ზდაროვა, არ არის სწორი ფორმა. სწორი ფორმა გამარჯობა, ნიკა. მოიცა რა. გამარჯობა არის დრასტუიძე. ზდაროვა არის ზდაროვა რა ბრატ, ეგ არის რა. ვინი კუიზი მოდი ზინ დაიმსახურე მეუღლის ამბონი მიდი მოდი ხა დავიძინოთ ხო ძალიან დაღლილი ვარ ამდენი რამე ჩაგაბარე და მხოლოდ ეს ამბორი დავიმსახურე შუბლის ძარღვზე არა მედალიც მაგრამ გამოსაჭედი იყო და ვერ მოვიტანე კი ბატონო კარგი დავიძინებ გეხოცებია შეიძლება ამ კანონებში ჩავიხედო და 1-2 ამბზეთი წავიკითხო მიდი წაიკითხე გრამატიკას მაინც ისაა არა ცოლქური მოვალეობის შესახებ აჰა პარაგრაფი პირველი პუნქტი ა რა გახყვებით კაცსა ცოლათან უნდა
პაკა რა. დაროა.